დღეს. დება საოცარი ამბავი. შავახასთან ოთახში გადადის, ხო? ჰერიობი. ჩემზე ნუტლიკინე გასაგებია. შევი ნუტლიკინე. Mamma mia. ნუ მიყურეთ ეგ. როგორი მოიწველი ვიზუალიზო ერთმანეთს დაუწერდნენ, მაგრამ იავნად მიხარო ერთად თამაშობენ ეს. ორი ბოთლი შამპანიური და ჯავახასთან დღეს ოთახში გადავდი. გამიშით მაღაზიაში. აციას აკეთებენ. მუშტებისკენ შენი წელს, მო გადმოვედი ჯიგრულად ადამიანურად. ვიმღერე. რასაგებ? პანსველოდები. ხაფასელოდები რანაირი ჰერიობი ჯება. სახლში გვაქვს შიშარას სახელობის ოთახ-მუზეუმები. ეს ერთი მოკლედ მეგობრებო, გაცნობა ჩემი აუთსაიდერობის დილა და იქიდან გამომდინარე რომ უკვე ზედიზედ მეორეჯერ ვარ აუთსაიდერი. და იქიდან გამომდინარე რომ შეიძლება დავბრუნდე, შეიძლება არ დავბრუნდე, გადავწყვიტე რომ ჩემი აზრი ასე დამეფიქსირებინა. ამ მუზეუმში შესვლა არის აკრძალული. მან შესვლაზე ფულს ნამდვილად არ დავხარჯა. შესაბამისად, ჩვენ დღეს ვერ შევალთ იქ. და უფასო რო იყოს, რისთვის მიდიხარ მან? არა, უფასოც რომ იყოს, რა მინდა მან? ეს არის იმ ადამიანის ოთახი, რომელსაც შეეშინდა თავის გოგოს გულისთვის მაინც წითელი დროშა მიეცა ადამიანისთვის, რომელსაც აბრალებს, რომ მის გოგოზე ფსიქოლოგიურად იძალა და მაგრამ არა უშავს ჯავახ, შენს მაგივრად ეს მე გავაკეთე და შენგან მადლობას ველი, თუმცა რა აზრი აქვს, მადლობას მაინც ვერ მივიღებ. იმ მუზეუმში მე მგონი რაღაცა ერთი ჭყიალა პორტრეტიც კი იმალება. მე მგონი მაგ პორტრეტსაც შიშის გამომეტყველება. ახლა წავიდეთ მეორე მშიშარა ადამიანის ოთახში, ოთახ-მუზეუმში, რომელმაც ასევე ჯავახასთან აქვს მთელი ამბები, გაწევა, გამოწევა, მის გოგოს ეკურკურება, ცხვირთან ადებს და ეს ორივე გადაწყვიტეს, რომ ერთმანეთს კი არ მისცენ დროშები. მოდი რა გავაკეთოთ, ბევრი იფიქრეს, ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს, რომ ლელუს მისცენ დროშები. აქაც შეგვიძლია გავაკრათ ანალოგიური ბიჭებო, ჩემთან დროშებით ხანჯლაობას ჯობდა ერთმანეთთან გეხაჯლავათ. ჩემ ოთახის კარზე რა ხდება ლელა? შიშარას სახელობის სახლ-მუზეუმი. ამას ჩემზე არის ლაპარაკი, მიხვდი? არა, არ მოგესმათ. კი, შენ ხარ შიშარა კაცი ლორენცო. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ სახლში არის შიშარა, აფერისტი და პროვოკატორი. ეს არის აქ მცხოვრები ადამიანი, რომელიც ყველაფერს იკადრებს პროექტში გამარჯვებისთვის. AKA საწყალი ჯავახი. AKA პროვოკატორი, AKA პრინცესა, AKA მხთალი, AKA ლაჩარი, AKA რა გვავიწყდება? უნიჭო. ეს არის ამ ადამიანის შემოქმედება ჰაუში, რადგან ეს ადამიანი კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ რეალური პიროვნება არ არის. ხალხო, ჩემთვის გათენდა ისეთი დილა, რასაც არც მე და ვფიქრობ, არც არავინ არ წარმოიდგენდა. მე გახლავართ აუთსაიდერის კამზე. ელოდებოდი უშინ? პრინციპში რა კითხვას ის? რას ველოდებოდი ისმა? რას ველოდებოდი? საიდან ველოდე? მე კი არავინ ელოდებოდა მაგას. ორი მუზეუმ ჩოქში. ისინიც არ ელოდებოდნენ. ორი მუზეუმ ჩოქში. შეიძლება იყო ღირსიან და ემსახურებული და ეგრევე. ხო, მაგრამ ხო იცი ყველა თulis რომ არ არის ღირსი. ხო და ანუ ეგ არის რაღაცნაირი შეგრძნება, ისეთი არასასიამოვნო შეგრძნება. ჩემთვის საწყენი იყო მუზეუმისგან ესეთი გადაწყვეტილება. მეზიზღები, შენ ცუდი ხარ, შენ ესეთი ხარ. ვაუ და საერთოდ სხვა მონაწილეს აძლევენ დროშებს. ვერ გავიგე ლაშა რას ცდილობს. რა სტრატეგიებით არის შემოსული. მე არ ვждარ ვარ გამზე. ვინ რა იცის ახლა მე რამდენი და როგორი აუდიტორია მყავს, ხო? საიდან უნდა იცოდე? ანუ ვიღაცა მეხუთედ როგორ დაждდება თუ პირველად არ ვждა რა. რა თქმა უნდა, ესეც იყო ერთგვარი რისკი. ჩვენ არ ვიცით რა თქმა უნდა რა შესაძლებლობა აქვს დავით. უბრალოდ ჩვენი
ლოგიკიდან გამომდინარე, რომ დავით იყო ახალი მონაწილე და ყველაზე მინიმალური კომუნიკაცია გქონდა დავითთან, აი ამან განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება. თქვენ ამ ბუდიშიც მოიხადეს და გასაგებია მესმის თუმცა ის რომ არასწორი იყო ეგ გადაწყვეტილება და სუბიექტური იყო. თვითონაც ამბობ. ეგ არის ძმა თორე. თვითონაც ამბობ მეგრაც. ვერ ხვდები რასაკეთებს ლაშა, იმიტომ რომ გუშინ ჩვენ უკვე ამაზე ვისაუბრეთ და ისე ჩანს თითქოს უნდა რომ მაყურებელს დაანახოს ჩვენი სახე არასწორი. ერთმანეთზე იმენა ერთმანეთს მიმართულებით არის თელი კვირა დაგნარი. გამზე ვინ დაждდებაო და დავითიო. თუ ჰაუსში არის ადამიანები, ვინც სწორად, ღირსეულად და სამართლიანად მოქმედებენ, ესენი ვართ მე და ლაშა. ძველი მოთამაშეები, უფრო ძლიერი კონკურენტება. ხო, აღიქვამენ ძველებს, გაიგე? ანუ არ გონიათ დაჟე. არ ვიცი რა ტიპის რაღაცეები აქვთ ამ ადამიანებს ბრჭყალებში რომ თქვათ მოხდილი ეს იქნება ბოტები თუ ასე შემდეგ, მაგრამ ორივე ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურება მით უმეტეს მას შემდეგ, რაც დავითმა გაიგო რომ აუთსაიდერის სკამზე, ჩემთან და ლელუსთან ერთად ზის, დავითი საკმაოდ თავდაჯერებულია. ამ შემთხვევაში მე კითხვები მიჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური და ლოგიკური, საიდან აქვს დავითს ესეთი თავდაჯერებულობა. ანუ საშიში მოთამაშეები ხართ თე? ამას უყურე. ანუ რასაკეთებს? ანუ გააზრების პრობლემაა? არა, ლაშა სპეციალურად გვაჭერს. ხო და გეშინოდეთ. ხო და მეშინია. წითელი დროშები აქეთ არ გაუშვათ, გეშინოდეთ. მეშინია. ფაქტია, გუშინდელის მე მეშინია რა. ანუ ვეღარ ვის ვენდო, რა ვენდო, აღარ ვიცი რა გავაკეთე. ამიერიდან თქვენთან სიფრთხილეს გამომიჩენ. პროგნოზირებადი მოთამაშეები ვართ აქ ჩვენ. მიკერძოებული მოთამაშეები იყავით გუშინ. всё. ხო, ლელუს მიმართ კი, წარმოიდგინე, ავირჩიეთ მეგობრობა. აი ეგრე. პროსტა იცი რა არის თინათი? ქუთაისლები სანამ აქ იყვნენ, ჩვენს წინააღმდეგ ბიჭები არ მოდიოდნენ. ვინ დაგესხათ და გოგოებო ასეცა. ჯავახა გვესხმის თავს და თუ ვერ ხედავთ რავი ბიჭებო რა. თქვენ ჯავახას მიმართ ხართ ნეიტრალურად, დავითიც და ლაშაც. კიდევ ერთხელ გახსენებ, რომ ბოსები ხართ თქვენ და ჯავახასთან აი ამ ხელა პრობლემების მიუხედავად სკამზე ზის დავითი. ნუ აშკარად დაზებული სიტუაცია რა. რა ხდება? როგორ ახალ ლაშა? ბიჭო როგორ ვარ და აკას მოხვედი? ოთახის თემა მოვაგვაროთ ჯავახ რა. გამარჯობათ, როგორ ხართ? შენს ხელში როგორ ვიქნებით? წავა მე და შევისაუბრო. დავბრუნდი სახლში, მინდა ლორენცოსთან საუბარი, გუშინდელი სიტუაციიდან გამომდინარე. გადი ოთახი, რას მეუბნეო? ბიჭო! დანაირი ხარ. ბიჭო, აი რა უხურე. დანაირი. წამოდი ბიჭო, გოგოებთან ხო არ გესაუბრები, რა გინდა გოგოებთან გინდა გესაუბრები. გოგოები გამოვლენ. წამოდი თვალებს ნუ მიქაჩაო რა, წამოდი. გადაწყვიტე რა ოთახში შევსულიყავი და კარზე არის აი ესე მიკროლი, შიშარა და ნუ მსგავსი სიტყვები არის წაჟღერებული. ეს ვინ გააკრა ეს? მე მეთქი. ეს ამაში წვილი თქვენს მიგიწვი? რა თქმა უნდა, მე შიშარა შენ გეძახი. ანუ ამ ადამიანს შენ იყავი ის ადამიანი, რო არ დამს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით სკამზე. შენ იყავი ის ადამიანი, რომელსაც არ დამს ერთპიროვნულად სკამზე. თქვენ იყავით ადამიანი, რომელსაც ერთპიროვნული გადაწყვეტილებით არ დამს სკამზე და ჩემზე იძახით, რომ არ გეშინი. ანუ მე მეშინია თუ თქვენ გეშინიათ. მთელი ჰაუსი ძანძარებს. ჯავახასი გვეშინია ხალხო. ავიდან ლორენცო. ჩემ პაროდიას აკეთებ ეხლა. როგორ ერთს ფურცელი სად არის? ფურცელი მეორე მითხარი? შენ და შენი. როგორ გამიმეორე? AKA მსხვერპლი, მომეცი რატო იმაშებია? აიუფ. აი ესე, აი ხალხო, მე მეუბნებია რომ გეშინიაო, ლელუსაც შეეძო, ჩემი დაჟომ აუთსაიდერის სკამზე. უზებსაც შეეძო, დავსი, მაგრამ ჩემი ეშინიათ ხალხო ამათ. ჩემი ეშინიათ, გაიგე? ხო, ჩემი გეშინიათ. შენ ვისე რას ამბობ ჯავა? ყველაზე დიდი და გაცხარებული კონფლიქტი ლორენცოსთან გაქვს. გამოდიხარ და ლელუს აძლევ დროშას. მე მინდოდა რომ ეს ადამიანი და ლელუ გვერდებზე მომესხა დავითთან და ლაშასთან გააჟღერე მე დარწმუნებული ვიყავი რომ ლაშა და დავითი შენ მოგცემდა წითელ დროშას. საიდან იყავი დარწმუნებული? ანუ ბიჭების ნალაპარაკიდან გამოდიოდი დასკვა გამოვიტა რომ შენთვის უნდა მოეცა დროშა და ეს შენი გასაკეთებელი ჯავახ, შენი უნდა გაგეკეთებინა. რა ამბავია საერთოდ სად ვართ ვერ ხვდები.
არ არის ეგრე რა ჯავახა. უნდა მიგეცა შენი დროშა. всё, დავასრულეთ ეს თემა რა. ამ სახში ვისთანაც კონფლიქტი აქვს იმათ დროშებს. არაცლებენ. აი ესე მიდის ხოლმე და მე აქეთ ჩემსკენ მოდის და ვერ გავიგე ან იქით ან აქეთ მაო. აქ გაყოფილი არის საზოგადოება, შუაში ვერ იდგები. შენ შემოხვედი სტრატეგიებით. всё, მე მქონდა ესა ეჭვი, ვერ ვხვდებოდი, იმიტომ რომ პოზიტიურად ვიყავი შენს მიმართ დამოკიდებული, მაგრამ იმის მერე რომ წუხელის ჩვენა ესე ჯიგრულად ვისხედით, საუბრობდით და მე მგონი და მე აღარ უნდა დავაფიქსირო მაგის მერე ჩემი აზრი, ანუ არ უნდა ვთქვა. ანუ ისევ ჩემთან უნდა აფიქსირო, მიდი და კაცთან დააფიქსირე, თუ მაგარი ხარ. გვერდებოდი, არ შემეძლო ზუსტი დასკვნის გამოტანა, მაგრამ ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ ლაშა არის შემოსული პროექტში რაღაც სტრატეგიებით და მისი სტრატეგიები უკვე გამოაშკარავდა. მე არ მაქვს სურვილი თქვენთან კომუნიკაციით. ეხლა ისეთ საინტერესო რაღაცას გაჩვენებთ, რომ ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. მოკლედ დაიდო ესეთი რაღაც. ჩემოცემ პასო მეგობრებო, ვაუ, დაიცადე. მენა სიამბავი. სახელსა და გვარს არ გავაჟღერებ, რა თქმა უნდა. დათვები ხო არ გეცნობათ? ანუ ერთი და იგივე დათვი არის. აი, კარგად დავაკვირდეთ. ეს დიდი დათვი აქ. და ეს მეორე დიდი დათვი აქ. ეხლა უყურეთ, ცხვირი გავს. თვალები გავს. ფერი გავს. What the f*** ლორენცოს საქმე გამოელია. დიდი ხანია ლელუსთან კონტენტი არ გაუკეთებია და მოენატრა კონტენტის გაკეთება და მივარდება ოთახში. და რისთვის მივარდება ოთახში? იმისთვის რომ მითხას. ლელუ, ნახე, დიასაც თურმე ხატროსაც ყავდა ვიღაცა გოგო. და იმ გოგოსაც აქვს ესეთი დათუნია. ეს რა გააკეთა? დედა, ეს რა ამბავი გახეთქა. ბიჭო, ერთი ზამი, გეხვეწები. აი დაც. ზაროა შემოძმა. რა ვიცი. ხელს ნუკიდებ. უკაცია. ხელი არ შეეხო. ხელს შენ უმახებს და იქ მუსელზე ხელით უმეხებით, თორე ამაზე შემიძლია პროვოკაცია დავიწყო, იმიტომ რომ მუსელზე ხედავთ შემოძვირფასო მეგობრებო, ლელო მუსელზე მეფერებოდა ეხა. მე რამდენად უნდა გადაფსიხდე ჩემი საჩუქრების გამო ლორენცო? ეს დათვი არ გძნობს ეხა თავს შეურაცხყოფილად, როდესაც შესაძლო არის შემოძვირფასო მეგობრებო, რომ ორ ქალთან ყოფილიყო. გამოგზავნილი. შენი დათვი სხვა ქალთან იყო. მიხვდე? რაშია საქმე? დათ შეხედე. მიაქციეთ ყურადღება, თუ შეიძლება მიაქციეთ. დათ შეხედე. არ შეეხო. ნუ ეხები. დათ საქს სახე შეწუხებული, იმიტომ რომ შეიძლება ეს დათვი სხვა გოგოსთანაც ყოფილიყო გაგზავნილი და თავიდან ეხლა ეს დათვი გამოუგზავნეს ლევოს. დიას. What the fuck? დიას, მინდა ეხლა აქედან გითხრა, რომ შენს მიმართ მაქვს ძალიან ძლიერი ემოციები და გრძნობები. გარდა მოწონებისა, ესე პირდაპირ ეხლა მინდა გითხრა. შენი დათვიო სხვა ქალთან იყო ნამყოფიო. ხო. არა, პანსკულ შენზე არ არის ლაპარაკი, შენ ჩემი სხვანაირი დათვი ხარ, ხო გითხარი? დათვს აქვს სახე შეწუხებული, იმიტომ რომ სიმართლე იცის. ეს დათვი იყო სხვა ქალთან ნამყოფი, აი ეს არის სიმართლე. აი ეს არის სიმართლე, შემოძვირფასო მეგობრებო. ლელუ, stay cold, ლელუ. დათვი გაგიჟებული თვალებით მიყურებს, ვერ გაიგო რა ხდება. ლელუს ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა ეცინება, იმიტომ ამ ყველაფერს იუმორის კუთხით უყურებს და ამ დროს შემოვარდა. ეს კაცი არის პროვოკატორი. ეს კაცი არის პროვოკატორი. მესიჯებს აგზავნის ახალგაზრდობასთან. როგორი კარგი ხარ, ლაშა, ნუ გაუთამამდები, ლაშა. ნუ გაუთამამდები, ლაშა. და მე მცხვენია. საერთოდ ერთ სახში დამშვიდებული ვარ, უბრალოდ სირცხვილია და მე იმ ახალგაზრდებს ბოდიშს მოუხდი მეგობრებო, ვინც ამისგან აი ამ მესიჯებს ღებულობს. ბოდიში ყველას. ლელუ შენ რა შეგეხება? დამშვიდი ლაშა. ჰაერი გაკლია ლაშა. ნერვები მეშ. ჰაერი გაკლია ლაშა, მე ხა პონტი გააძრო რომ ლორენცოს იუმორზე ჩააჭიროს. მანდილოსას თუ ეს შეიძლება. ლაშა, მე ხა პონტი გააძრო რომ ლორენცოს იუმორზე ჩააჭიროს. დათვი არის შოქში, დათვი იცი როგორი თვალებით იყურება?
ეხლა და ლელუს იცავენ. ლელუს იცავენ. ამიტომ გადავეცე წითელი დროშა. იმიტომ საჯარო იყო წითელი დროშის გადაცემა. შემდეგ შემოვიდა დავითი. და ბოდიში ახალგაზრდობა, ბოდიში, რომ აი ეს მესა დადგნენ სამი მამაკალა კაცები და დათვის პრობლემას განიხილავენ. ხალხო, ანუ დათვის გარდა მეტი საქმე არა გააქვთ ამ სახლში. ანუ დათვზე ეჭვიანობა ვინმეს გაგიგია? ვინ დათვზე რა ხდება ბოლილი ვიყო ახლა გავედი აი მათ დაგიტოვებ ყველას დათვზე ვეჭვიანა. დათვზე ვეჭვიანა ხო? ანუ ის ხალი ხო იცით, ამდენი ხალხი ვართ აქ განსახილველები და ლორენცო დათვს განიხილავს. აუ ბიჭებო ძალიან მშია და რამე სხვა არ მომიმზადებდით აი უცებ რა. რა თქმა უნდა, ეხლავე მოგიმზადებთ მე და ჯავახა. აუ, ტასო ელიტ ფუდის ელიტარულ ხინკალს თუ არის? აუ, კი. ჩვენი ელიტ ფუდის ელიტარული ხორცის ხინკალი 2 წუთში იქნება მზად და გავუმასპინძლებით ასუნიას აი ესეთი უსაყვარლესი თუხთუხა ხინკალით. თუხთუხა ჩვენი ელიტ ფუდის ელიტარული თუხთუხა ხინკალი არის მზად. ასე თუ შეიძლება მობძანეთ ჩვენთან ან მოგაგზავნოთ როგორც გიჩვენებია. იყავი. აი ეს გემრიება ასო მოდი ჩემთან. ძალიან გემრიელია. ანუ რაზე შემოვიდა ტიპი დათვზე შემოვიდა გოგო აკეთი რამე გინახავთ სადმე. ან ვაფშე რა შენი საქმეა ლორენცო ვის დათვი ვის? ვისი დათვი ვის დათვია? გილას იყო რა. ვისი დათვი ვის დათვია? ვისი დათვი ვის დათვია? რა შენი ფეხების საქმეა? შესაძლოა მიხედე. კაცებისთვის შემოსვლა აკრძალულია და თუ არა კაცებთან მოგრძალოთ. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კაცებისთვის ამ ოთახში შემოსვლა იყოს აკრძალული. არა აქვს მნიშვნელობა სახუმაროდ შემოდიან, საქმეების გასარჩევად შემოდიან თურისთვის. აღარ შეგვიძლია თავს უგრძნობთ ამ სახლში დაუცველად. ქალები ვგრძნობთ ამ სახლში თავს დაუცველად. ჩვენი დამცველი არავინ არ არის. შემოვარდებიან აი ამ სენსიტიურ პირად სივრცეში და გვიწევს წივილი, კიბილი და აქაც არა გვაქვს, გვეკაჩავებიან და აქაც არა გვაქვს საშუალება რომ რაღაცნაირად თავის შევაფაროთ. აღარ შეგვიძლია ხალხო, აღარ შემოხვიდეთ არც სახუმაროდ, არც სათამაშოდ, არც საქმეების გასარჩევად. მორჩა. ამ ოთახში კაცების დუხი არ იყოს. არც ერთი არ დაგინახოთ. აკრძალულია აწი ჩვენ ოთახში შემოსვლა. ოთახში ვიქნები მე და აქ არ მინდა მან მოსვლა. არ ჩემი სტუმრები არ არიან და არავინ არაა. მინდა. პარტიზე არ ვიღებ მონაწილეობას ჩემო უსაყვარლესებო, იმიტომ რომ არ ვარ ამათნაირი ფარისეველი და არ შემიძლია ადამიანებთან რომელსაც კონფლიქტი მაქვს და ესეც სიტყვას მეძახიან, იმ ადამიანებთან ერთად დავდგე, ვიცინო, ვიცეკო და ასეთი რაღაცები ვარ. იწყება ჩვენი დისკო პარტი. პარტი ლაბი მორჩა. ჩვენი საღამოს გალამაზებას, გაფორმებას და ეხლა იწყება ჩვენი დისკო პარტი. მეგობრებო, ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა, ძალიან გვიხარია რომ დღეს უერთდებით ჩვენს დღესასწაულს. დღეს ჩვენს საღამოს გააფორმებენ სახელოსნო ბარის რეზიდენტები. ასე რომ ძალიან მხიარული საღამო გველოდება. ამიტომ დავაითოთ ცეცხლი. Давай
წავედი, ბიჭებო, გაერთეთ ისი ამოვნეთ ვისეკოთ ნამიკო. არგუმენტები დაგიწერეს და პროსტა მაგრად მაინტერესებს დისლაიკები. აი პროსტა რა არგუმენტები რა დღეში არიან ერთმანეთთან მე გადავობიდო? რა დღეში არიან და რა არგუმენტები? არგუმენტი რა არის პროსტა? ჯავახამ თქვა რომ ვიზურად მეთამაშებაო. როგორი უეჭველი ვიცოდით რომ ერთმანეთს დაუწერნენ, მაგრამ იავნად მიხარო ერთად თამაშობენ ესე. იმიტომ რომ ერთი წვია მაგათი დროშები ემთხვევა, ერთი წვია. დღეს ჩვენ საღამოს გაგვილამაზებენ და ჩვენი საპატიო სტუმრები არიან ნენე სიხარულიძე და ნინი ყულეჯიშვილი. მოგესალმებით. ნენი სიხარულიძე, ნინი ყულეჯიშვილი. დღევანდელი ჩვენი საღამოს სპეციალური სტუმარია უმაგრესი მომღერალი მარკუს მეტრეველი. მოგესალმებით გამა. I like you, yeah. Freedom. You are so beautiful. I went looking for a place where are you freedom. You can change my life to make me free. I can stand around the world. I'll find your freedom. It's a great thing for me. I can stand around the world. I'll find you freedom. It's a great thing for me. მადლობა ყველას. მადლობა. წარმატებები ყველას. წარმატებები. დღევანდელი ჩვენი სტუმარია სოციალური ქსელების ვარსკვლავი ედვარდ არზუმანოვი. Grito per una luccica e dica fuori.
მეგობრებო, ბიჭებო, იაქტიურებო. Un abbraccio, un ragazzo, dopo chi aveva pianto, poi si schiede la voce e ricomincia il canto. Devo aperta, ma tanto მეგობრებო, როგორ გავერთეთ, აბა? რაც ცეცხლოვანი საღამო იყო! რა მაგარი იყო, ხალხო! გაცხა, მადლობა ჩვენ სტუმრებს! უღრესი მადლობა თქვენი ცეცხლოვანი გულებისთვის და მოძრაობებისთვის და ენერგიისთვის. მადლობა რომ მუზები დააფასეთ, მოხვედით, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ოქროები. გასრულდა ფართი და ეხლა უკვე დროა გავესაუბრო ჯავახას და საბოლოოდ დავიძინოს საწოლზე. ხო თქვი ერთი კვირა მაინც ამელოდეთ და მე გადავწყვეტო თქვა. რა გაქვს გამოსავალი შენ ანუ მე რა შუაში აი ადამიანურ რამაში ბევრი გამოსავალი არსებობს მაგიდან გამომდინარე რაც შეიძლება მივიღოთ აი ანუ აი მაშინ ანასტასია შენ მე რო გადახვიდე ჯავახასთან ოთახში რატომ უნდა გადავიდეთ ჯავახასთან ოთახში? ბევრნაირი მოკვირების გზა არსებობს მაგრამ შენ რო ლორენცოსთან გადახვიდე ანასტასია რო გოგოებთან გადახვიდე გადავიდე ვერ გადავალ და კარგად იცი რომ ვერ გადავალ იმათ გოგოები დავითვალისწინე და აქ რო ტრუსებით იწვა ლორენცო მე გამოვედი ოთახიდან მე რო გადავალ ლორენცოსთან ლორენცო ისევ გამოვა და დაწვევა აქ გისმის რისლავი და ისმის ხო და რა გავაკეთო მე მითხარ არ ვიცი რავი აი როგორ უნდა მოვიქცე მიდი უთხარი ჯავახასთან გადადიო აი არა მიდი არ სერიოზულად უთხარი მიდი ჯავახასთან გადადიო ლორენცო ნიკა დიახ ბატონო ლაშა რაღაც მინდა რომ გკითხო აბა დავაი ჯავახასთან გადახვალ ოთახში დღეს თუ გადახვალ ჯავახასთან ოთახში დღეს ნუ დირექტ ხო გადადე დირექტ ხო რა ნიკა პროსტ აიმართლა რა შენ თუ ჯავახასთან გადახვალ ოთახში გეტყვი და ხე მე გადავალ დავითთან და ადამიანურად დავიძინებ როგორც ადამიანებს შეეფერებათ სიბნელეში და აი ერთი წამი ჯავახა ოთახიდან არ გამოდის ერთი შენ რაიმე ტიპის სხვა ალტერნატივა გააქვს? არანაირი. არა, ანუ ერთადერთი ვარიანტი ეს არის რომ დავითთან გადახვიდე. კი, ან ჯავახა გადმოვიდეს შენ ოთახში. კაროჩე, დედას გეფიცები. გადადი და შამპანიურს მოვიდე. ორი ბოთლი შამპანიური და ჯავახასთან დღეს ოთახში გადავდივარ. გამიშვით მაღაზიაში. მოიტანე შამპანიური. გამიშვით მაღაზიაში, გამიშვით. ორი ბოთლი შამპანიური და მე ვიყო ბონდო ჯავახასთან ოთახში თუ ვერ გადავიდე. I don't give a მარტო კი არ გადავალ. დაჟე მარტო კი არ გადავალ. გავიყოლებ ბატონ დოლარის. შემოიტანეთ ერთი ბოთლი შამპანიური. არიამი სადაც სურათები დაკრულია დოლარიც გავიყოლე. I don't give a ორი ბოთლი შამპანიური მე თუ დღეს ჯავახასთან არ გადავიდე ოთახში. ლორენცო თუ აქ გადმოვიდა არ ვიცი რას ვიღავს. მიდი მოვრიგდეთ. ერთზე მოვრიგდეთ. რაზე? ერთ ბოთლზე. ორი. ერთი და მე არ დავლევ.
არც მე. Daleo. Daleo. Deal. მოსულა. Turum. Მოდი დაარქი. Turum 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 turum. Trurururu tururum. აბა ლორენცო, რას აპირებ, რომ ამ ერთ ბოთლ შამპანიურზე გამიცვალო? იცი გახსნა, გაი, ფალი ყვარადი. თუ საინტერესო ივენთი იყო, წარმატებები, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ასე რომ Stay cold. Stay cold. შენი ბრალია თინათი. მის ბრალია სახეს მისველებს შამპანიური თურმე შენ ჩემი აღარ ხარ თურმე დავახას ოთახში შედები წავედით ბრალ მე შენს ხურვალეს უნთქვას ჯერ კიდევ თითქოს გრძნობსაც წავედით ლორენცო ჩავახასთან ოთახში გადადის ხალხო აიმე რა შობი თქვენ Stay cold bra. თავლა გეცინეთ ბარგი. შენ ეხლავე. აბა ნახტები არ დაგავიწყე. წავედი. თავყარე ბარგის სასწრაფო. არი ხარა ხდება. გუშინ რეებს აძახებდნენ ერთმანეთს. გადიო და რას მეუბნეო? ბიჭო. და დღეს შამპანიური და მზითები მოაგროვეთ, მზითები. ზითები ჯავახა მოაგროვოს, მე არ მჭირდება. დადი გამარეთ თავი ეხა რა ლორენცო გადი. დამლოცე. ფაქტია რომ გადმოდის და ფაქტია რომ მე არ შემომითავაზებია, შენ თვითონ მითხარი და მე არაფერ შორში. შენ მარის ლოგიში უნდა დაწოვა. ანუ მე რა ვიცი, ესეთ რაღაცას რო დათანხმდა გამი. პანცველოდები. რა პანცველოდები, რანაირი მთხრა. ჰერიო ბიჭებო, ჰერიო არ გავახაროთ მდერიო ის მოდეს საქართველოში სიმღერა საიბერიო გაიტანე ეს შემთხვევაში. მოკლედ შემოძმო. შენი სიმღერა დაამთავრე. მოკლედ შემოძმო, იქიდან გამომდინარე, რომ მე თქვენ ურთიერთობას პატივსემ, მე აქ არ დავიძინებ. მე ვიძინებ აქ. შენ ვერსად ვერ იძინე. არა, დღეს ვიძინებ აქ. არა, გიბა. ეს წაიღე როგორც მოიტანე, ცოტა გამოფხიზდი და ისე მელაპარაკე. მაგარი ნასვამი ხარ, ენას ვერ ატრიალებ. მე ვერ ვატრიალებ ენას. მოდი ჯობია ეს გაიტანე. ნიჩეზე? ეს ჯობია გაიტანე. ხა. მოკლედ მომეხმარეთ გოგოებმა მოლაგებაში ბევრი ბიჯაკები მაქვს. ბოდიში ლორენცო მაგოთახში ჩვენ არ შევიდეთ. უფლებები არ გვაქვს. ოფიციალური დაპატიმრების გარეშე. ანუ ეს გამომიწიო მართლა? და ავდგე და მარტო ის გავაკეთო რაც გინდა ბიჭო და ანუ პოვდა ამ პროვოკაციაზე არ მოყვები და მოდი ჯავახ ბიჭო ანუ ერთი წამ ჩემ ტანსაცმელს დაანებეც ჩემ ტანსაცმელს ხელს რა დოკიდებ ხელი გაუშვი მართლა მაინტერესებს ჩემ ტანსაცმელს ხელს რა დოკიდებ მართლა ჩემ ტანსაცმელს ხა ნუ წამოხვედით ეხა სათითაო ყველა რა სად მოდი ხარ თავმოყარება ვაფშე არ მე მეუნები ბიჭო მაგას მოდივარ ოთახში რომ მეტი ალტერნატივა ამ კაცს არა ოთახში მოდი ხარ მეტი ალტერნატივა არა
თავის ნასვამი არა ძმაო მეტი არ ვარ ძმა რომ ეხა ჩემი ძმაკაცია და პროვოკაცია და ეს წაიღე ხა მომეც ჩემი ძმაკაცია მომეცი დროზე ერთი ამ ადამიანს არ ჯერა რომ მე გულწრფელად გადმოვედი ერთი წამი მომეცი მოკლედ შემოძმაო მე გისურვებ დედას გეფიცები აგერ აქ ვარ ძმაო ხელგაშლილი გულწრფელად გეუნები წარმატებები ძმაო შენ ფეიქ ურთიერთობასაც წარმატებები ყველაფერს უფალიქ ფარავდეს ხა აქედან მე მეუნები ძმაო რა შუაში ვარ ძმაო უფალიქ ფარავდეს წარმატებები ხელი მოარტყე ჭიქარა ხელი მოვარტყე ჭიქარა ხელი მოარტყე ეხა ის არა ეხა რატო რა გინდა რატო პროვოკატორი მე პროვოკატორი რომ შემოხვედი ჩანთით ბიჭო გუშინ იმენა აი გქონდა იმ ხელა ჩხუბი ბიჭო იმას ვფიქრობ ეხა რომ ანუ როგორ შეიძლება რომ აგარიტო თავი ბიჭო მე ვიღე თავი როგორ აგარიტო მაგას ვფიქრობ ეხა და მოდი ხარ შემომივალ ვინმე შემოდი და გააგებინეთ ამ ადამიანს რომ ესე ოთახში შევარ და არ შეიძლება ოპა we up ოპა we ეს ნორმალურია დედასთან. უყურე. მარიამი რო ჩაანაცვლა ჯავახასთან არ იქნება ცუდი იდეა. იმიტომ ძალიან მაგარი ძელი იქნება. აი წავედი ახლა ლელუსთან. ლელუ შეჩაოლე ხარ მეგობრის შეყვარებულების ჩანაცვლებას? ხო? შეჩაოლე ხარ? აუ შემეშვი რა. რა შეგეშვა გოგო, ნუ კლიკინე ჩემზე, ნუ ლაპარაკობ ვაფშე ზოოპარკის ვიდეოს ნახე ჩემზე ლაპარაკობ რომ მიდიხარ მაშინაც. ჩავიცოცხოთ. შენ იქნებ ეს ახლა და შენ ხარ ერთ დღესთან მე ვაფშე არ ვიცოცხები. არ იცოცხები? ჩემზე ნუ კლიკინებ გასაგებია. რა შვები? ნუ კლიკინებ. რა შვები? რაც გაიგე. ვერ გავიგე რა შვები? ყურე გამოიწმინდა. ანუ ვერ. ყურე გამო. კიდე დამეხმარო? კიდე დამეხმარო ყურის გამოწმენდაში. მაგარი გოგო ხარ ახლა? აუ ძალიან. შენ თავს ვიცავარ მაგარი. ტელეფონზე ვლაპარაკება თავის პატარას და არავისთვის ცალია, მაგრამ როცა თიშავს, მე ფსიხდება ერთ სიტყვაზეც კი. ჩემზე მეორე ხმა არ ამოიღო. და მესამე შეჩვეული ხარ? და მესამე დღე გოგოების ჩანაცვლებას და ესეთ ღალატს მეგობრების და რაღაცაები მე არ ვარ. მე ეგეთ რაღაცებს არ ვაკეთებ. ხდები? შემდეგ ვიფიქრე რომ ამაზეც შენთვის ოკეია და მაგიტო sorry. შენ მიჩვეული რასაც ხარ ბოდიში მაშინ. ბოდიშს ვიხდი თუ შენ რასაც შეჩვეული ხარ იმაზე გითხარი რომ ჩემთვის მიუღებელი. შენ ხარ მიჩვეული. ასე აბა წადი კარგად ჩამოვაყალიბე და ისე მოდი ხო? რა ჩამოვაყალიბო გოგო რე? კლიკინებ უყურე ანუ უყურე. რა შვები? ეს აუ რა მაგრად გამოვიყურები მაგედაში. ვაფშე. აუ გადააზიარე ხო რა. ჩაბარებოსტე. მარიამი ჩანაცვლა ტასო. მიჩვეულია მეგობრების შეყვარებულების ჩანაცვლებას. ასე ხარ მიჩვეული? იცი რაღაცა ეს ხარ პასუხები არ გაქვს? რასაც წლიკინებ იმაზე პასუხები არ გაქვს ამ ხელახა? იცი რა ჩემი ქუსლების ხმა უფრო მაღალია და უფრო ხმამაღლა იკივლე. აი მე ესე იდეაში ლელუ ისეთი ბანძი ქალია რომ არც ღირს მის კომენტარებზე გაბრაზება. ჩემსე და ანასტასიაზე თქვი ესეთ სიტყვები? კი. რომელზე ამო კონკრეტულად თქვი? მარიამი ჩაანაცვლა ანასტასიამო. თქვი? კი, შესაძლოა თქო. კი. ჩაანაცვლა თუ არა, ესე იცი რა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? კი. რა თქვენ, რა მნიშვნელობა? კი, ინტერვიუზე ხო? მარიამი ჩაანაცვლა ანასტასიამ. ხო და მაშინ ეს რაღაც გეტყვი და ეხლა დაგარიგებ ლელო. აი მე ჯავახ, შენ ვინ უნდა შეიძლება აზრები რაც მოგდის თავში. მე მარიგებს ხალხნა მიშველე. ლელო. ჯავახას მე მარიგებს მე შენ ხარ უთამოყვარეო ადამიანი რომელიც ეხლა ანასტასიას ეფლირტავება რომელიც ეხლა ანასტასიას ეფლირტავება და ცდილობს რომ მარიამი ჩაანაცვლოს ანასტასიათი შენ რო გიქრას ადამიანმა რომ ის ადამიანი ჩაანაცვლა ვიღაცამო მოგეწონება ეხლა მარიამი ჩაანაცვლა ანასტასიათი არ შეიძლება ეგეთი რაღაცა ეგეთი საუბარი არ შეიძლება ეს ყველანაირ ზღვასდება ლელუ ყველანაირ ზღვასდება ეს ადამიანი რავი როგორც აუთსაიდერს მაქვს უფლება რომ მქონდეს იმაზე აზრი რომ ეს ადამიანები შეიძლება ერთად თამაშობენ და ეს უბრალოდ რომ არაკაც
ეუბნებიან ერთმანეთს, რომ არაქაც ეუბნებიან ერთმანეთს, ეს შეიძლება სულაც იყოს შოუს ნაწილი და რეალურად ჯავახა და ლორენცო შეიძლება სულაც ერთად თამაშობენ, იმიტომ რომ ერთი თვის განმავლობაში, მეგობრებო, მათი დროშები ყოველთვის ემთხვევა. ერთი თვის განმავლობაში. ეს არ არის ჩემი მოგონილი, ეს არის ჩვეულებრივი ფაქტი. ლორენცო, ანასტასია და ჯავახა, მანამდე სხვა მონაწილეც, ამჯერად უკვე ესენი ამათი დროშები ყოველთვის ემთხვევა ერთ ადამიანს. ჩემო ძმაო, სიმართლე უთხარი ხალხს. აი, ჯავახ, სიმართლე უთხარი ხალხს. უთხარი ხალხს. მე და ლორენცო ვარ შეკრულები, ხალხო, შეკრულები ვარ. აი, ეს არის თავმოყარეობა. ებო, ვიდრე თვითონ ანასტასია. ეძახით, რომ მარიამ ჩავანაცვლა მე ნიკუშასთან. ესეთ რამეს კადრულობს. ეს ჩიხუახუა ქალი. ამას შეხედეთ და მე იმ გოგოს ვინც ჩაანაცვლა ძალიან გთხოვთ შეადარეთ. იქნებ ჩემთანაც მოგიწიოს დაждომა, რომ მე სახშიც გაგიშო. დაუფიქსიროთ ეს ყველაფერი. კარგად დააფიქსირეთ. კი ბატონო. დააფიქსირეთ. მაშინ როდესაც ჩემი კიდევ ერთხელ ვაჟერებ ჩემთან იჯდე და ისე გაგიშო სახში. აჰა. სიამოვნებო. სიამოვნებო. ხელ ჩაუმართეთ. იქით. გვაქვს რა გინდა გა? მოგზან ჩემი ოთახიო, მოდი რა სქე. ბიჭო, ამ ენერგეტიკისგან არ შეგვენია ვებინა. აქ დოლარიჩის პოსტერი გაეკრება და ენერგეტიკას ნეგატიურ ენერგეტიკას გააკრა. აი, რო გააკრა, მე დაგყვატი. რეკლამის შემდეგ ნახავთ. სად გადავხდე, სად წავიდე ხალხო? ანუ აი შემოვდიოდი ამდენი პროვოკაციის ბოხმიანი ადამიანის დანახვა არ მიდოდა და ოთახში შემოხვედი რომ პროვოკაციები დამიწყო ბიჭო? ტკბილი ძილი მაინც მისურვე ბიჭო. ტკბილი ძილი არა შუბლზე გაკოცებდა იმას გიზარები იუნანას მიგერდი. იქით. გვაქვს რა გინდა გა? მოგზან ჩემი ოთახიო, მოდი რა სქე. ბიჭო, ამ ენერგეტიკისგან არ შეგვენია ვებინა. აქ დოლარიჩის პოსტერი გაეკრება და ენერგეტიკას ნეგატიურ ენერგეტიკას გააკრა. აი, რო გააკრა, მე დაგყვატი. მოგზანდით. მოგზანდით. შეგიძლიათ შემოძანეთ ჩემ ოთახში? აი, თვითონ. მოგზანდით. მოდი ძმაო, ანუ და მოდი ბიჭო, როგორ შემოვიდე მაგ ოთახში ბიჭო? მოდი ძმაო, თუ მოდი ხარ შემოდით, კარგი. თავისი მატრაცია თუ შეიძლება, იცი, აქეთ ამ ხარის არ ფეხი არ დადგა აქ. რატო არ უნდა დავდგა? კარებში როგორ შევიდე? ჩემი ტერიტორია. როგორ შევიდე კარებში? თუ შეხო მაგ გავჭრა ესე კარები ნახევარზე. რო ერთი შენ და ერთი მე, თუ რა შეგილია ეს გააკეთო, მაგრამ დილის საათებში არა. უი, ორი ლორენცო ეს ოთახი. ჩემი. ვაუ. ხო. კი, ხო. არა, მარა. წავედი ტუალეტში მინდა. კაი ჯავახა, არ ინერვიულობთ ხო? კაი გოგო, გაჩნდი თორე ეხლა. ტუალეტის ქაღალდი გვაქვს. ხარისეველი ხარ. არა და გულწრფელად უთხარი. ტუალეტის ქაღალდი გვაქვს. იურისდიქცია იცი რა არის? იურისდიქცია იცი რა არის? რაო. რა დახეული. ჯერ პირველი საღამო არის. ჯერ არის პირველი სად გადავხდე, სად წავიდე ხალხო? ანუ აი შემოვდიოდი ამდენი პროვოკაციის ბოხმიანი ადამიანის დანახვა არ მიდოდა და ოთახში შემოხვედი რომ პროვოკაციები დამიწყო ბიჭო? ტუალეტის ქაღალდი გვაქვს. მაგ ოთახში მე მოთხოვნილება გაქვს, გინდა იქ რო იქნები რასაც, მაგრამ ბოსი არასოდეს არ იყავი და ვერასოდეს ვერ გახდები, იმიტომ რომ პატარა ბიჭი ხარ. ვიტყვი იმას გააკეთე. აბა რა, ეგრევე გავცუნცულდები. აუცილებლად დილით წყალი რომ მომინდება, აი ეს დაგიზახო ლორენცო წყალი მომიტარეთ ხო და გაცუნცულდები. აბა რა, სვიზავ, ოქრო. დავიღალე უკვე რა, მართლა დავიღალე რა.
ეს არ გიშველის დამიჯერე. პოზიტიური აზროვნების ძალა თუ გიშველის, დავახე ხა შენ ისე ვეში ხარ ძმაო. იქ თუ დაგეხმარა. მარტო იმედა რომ სხვა ვერაფერი ვერ გიშველის. შუქი რო ჩაგვიქრო თუ შეიძლება, მადლობა. ამენაირად იქნება ვერ დავინახო. ტყვილი ძილი მაინც მისურვე ბიჭო. ტყვილი ძილი არა შუბლზე გაკოცებნა იმას ვიზავ, რა ბი იუნანას იმღერებ კიდე.